Nu დავტოვებთ მარტო. Am სახელწოდებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის კლუბ თანადგომის ორგანიზებით 6 მაისის პარკში. ღონისძიება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიეძღვნა. პატარებმა საკუთარი ნამუშევრების, ნახატების, ციხისა და ცექის ნივთების გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს. შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირის ანგარიშზე გადაირიცხება. აქციაში სამხატვრო სასწავლებლისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ჩვენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებით. ვცდილობთ ამ გამოფცირედი გამოფენა გაყიდვით, რაც შემოვა გადავურიცხოთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების ფონდს და ამ ჩვენი მცირედით შევიტანოთ წილი შევიტანოთ მათ ბედნიერი ცხოვრებისას დიდი ნათქვამია, მაგრამ დავეხმაროთ რაღაცით. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე მეორე წელია ანხორციელებს სასკოლო კლუბების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას, რომლის ფარგლებში წელს 8 სასკოლო კლუბი დაფინანსდა 3000 ლარი. კლუბებს მთელი წლის განმავლობაში გაწერილი აქვთ რიგი აქტივობები. ერთ-ერთი ესეთი აქტივობა არის კლუბ თანადგომის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან.